დიუშანის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე მოზარდებმა და მათმა მშობლებმა უკვე არაერთგზის აჩვენეს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები ამ ბრძოლაში მარტო არ არიან და მათ სულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხი და საზოგადოება. ამის ნათელი დასტური იყო მათ შორის ის კამპანიაც, მარათონიც, როდესაც რეკორდულად მოკლე დროში სტუდენტებმა მოახერხეს უპრეცედენტო რაოდენობის თანხების შეგროვება და მათ შორის ის ყველა მხარდამჭერი აქცია, რომელსაც ეს ადამიანები კვირას და ორშაბათს მართავენ. სწორედ ესეთი ერთ-ერთი მხარდამჭერი აქცია გაიმართება დღეს, როდესაც საღამოს 6 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და შემდგომ უკვე მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციისკენ. მშობლები, რა თქმა უნდა, ამ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ისინი სწორედ ამ მხარდაჭერით აპირებენ კიდევ ერთხელ უთხრან თავიანთი სათქმელი ქართული ოცნების ხელისუფლებას და უპასუხონ იმ დეზინფორმაციას და ნარატივს, რაც აქვთ როგორც პრემიერ-მინისტრს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრსაც. ეს ამ ადამიანების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის უცვლელი და ისინი ამბობენ, რომ ახლა ყოველი წუთი არის მათი შვილებისთვის გადამწყვეტი და შესაბამისად ქართულმა ოცნებამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა და შემოიტანონ, რაც შეიძლება დროულად მედიკამენტები ქვეყანაში. კვირა არის დიუშენის მარშის დღე. ყოველ კვირას საღამოს ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ბავშვებს არ აქვთ წამალი და ბავშვები ითხოვენ წამალს. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ, როცა ხალხი დგას ჩვენ მხარეს, ხელისუფლება სამწუხაროდ არ დგას ამ ბავშვების მხარეს. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა ხალხის მხარდაჭერით უთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ დროზე შემოიტანოს ეს წამალი. არ არის გამორიცხული, ჩვენ შევაგროვოთ იმაზე მეტი ხელმოწერა, ვიდრე ქართული ოცნების ამორჩეველია ამ ქვეყანაში და ქართულ ოცნებას უთხრათ, რომ ჩვენ ყავს უფრო მეტი მხარდამჭერი, ვიდრე ქართულ ოცნებას. ამ სიტუაციამ და ამ მარათონმა, რომელიც ილიანის ბავშვებმა წამოიწყეს, ყველას, მთელ საზოგადოებას და არა მარტო მას გასაპასუხი ამ შეკითხვაზე, რომ ხალხი არის ამ ბავშვების გადასარჩენად დარაზმული. ხალხის რაოდენობა რომ თანდათან იზრდება, ჩვენი მხარდამჭერების ეს ჩანს რეგიონებში, სადაც არ იცოდნენ, დღეს იქაც ყველა მიცის უკვე. და კიდევ მე მინდა ბატონ კობახიძე შევეკითხო, როდესაც დასვა ეს შეკითხვა და მიიღო პასუხი, რომ ხალხი ნამდვილად თანახმაა, რომ მათი შემოტანილი ბიუჯეტში თანხა ზუსტად ამ ბავშვებს და მისნაირებს მოხმარდეთ. აი, მაინტერესებს მე ბატონი სარჯველაძეც ერთი და იგივეს პასუხობს. მარტო გაიძახის იმას, რომ რაღაცას უნდა დააკვირდეს თურმე და ჩვენ ვერ ხვდებით, აი, რას უნდა დააკვირდეთ ეს ბავშვები, როგორ ნელ-ნელა უკან-უკან მიდიან და ხელიდან გამოგვეცლებიან ღმერთმა დაიფაროს ყველა, თუ აი რას უნდა დააკვირდეს. ბავშვები გვეღუპება, მოგვაქციეთ ყურადღება ბოლო რა, ნუ გამოგვიყვანთ მდგომარეობი. საზოგადოების მხარდაჭერის დასტურია მათ შორის პეტიციაზე იმ ხელმომწერების რაოდენობა, რომლებიც უკვე 100,000-ობით რაოდენობასაც კი აღემატება და რა თქმა უნდა ამ ხელმოწერების შეგროვება კიდევ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ძალიან მასშტაბური იყოს ხელმომწერთა რაოდენობა. შესაბამისად, დღეს საღამოს 6 საათზე რუსთაველის მეტროსთან მშობლები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ელოდებიან იმისთვის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მხარდამჭერ მარშში ჩაერთონ და ამით კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას გააგონონ მათი პროტესტის ხმა.